ყველაზე აქტუალური საკითხების კომპეტენტური ანალიზის საქმიანი ადამიანებისთვის. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე FM 95.5. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ გერლიანთან ერთად. მოგესალმებით, პატრიცემ მოსმენელებო, რადიო კომერსანტზე გადაცემა პროფესიონალების დროა. მე გახლავთ რამაზ გერლიანი, ეკონომიკურ-პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი. დღეს გვექნება მეტად საინტერესო თემა წარმოდგენილი, ეს გახლავთ უმუშევრობის საკითხი და შესაბამისად სოფლად დასაქმების პრობლემა. დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად არის მოწვეული ქალბატონ ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკურ-პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, აგრეთვე ბატონი მათე გარდავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომიკურ-პოლიტიკის ანალიტიკოსი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პატრიცემ სტუმრებო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოგეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად უმუშევრობის საკითხი მთელ რიგ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში და ამ მიმართულებით რა საკვირველია საქართველოში აგრეთვე მნიშვნელოვანია სოფლად ესე ვთქვათ დასაქმების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემების საფუძველზე გასული წლის მონაცემები 15% დაფიქსირდა უმუშევრობა, მიმდინარე წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ოფიციალურად, თუმცა არსებობს ვარაუდები და შესაბამისი დასკვნები, რომ არსებული მიმართულებით დაგვექნება უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის და ამავდროულად, როდესაც 15%-ზე არის საუბარი ზოგადად უმუშევრობის, აქედან მეტწილი ესე ვთქვათ დასაქმებისა მოდის სოფელზე, ანუ სოფელში გაცილებით დაბალია უმუშევრობის დონე, ის 7-8% შეადგენს, ხოლო ქალაქად უმუშევრობის დონე შეადგენს 27-28%. და აქედან გამომდინარე ზუსტად ის ჩვენი გადაცემის ძირითადი საკითხი, თუ რატომ არის ესეთი მონაცემები სოფლად იმ ფონზე, როდესაც სოფლად დღეისდღეობით სიღარიბის მაღალი დონე გაგვაჩნია და დასაქმება ესე ჭირს. ბატონო მათე, თქვენ ან გვექნება ესეთი შეკითხვა ამ შემთხვევაში და თუ თქვენს კომენტარს ბატონო, მოგესალმებით. ძვირფასო მსმენელებო. საერთოდ ზოგადად ბატონო რამაზ, ანუ ეს თემა არის საკმაოდ კომპლექსური თემა, ესე ანუ მარტივი პასუხი რა ვთქვათ, უმუშევრობის პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ვთქვათ, რაღაც ერთი ამოგლეჯილი ვთქვათ პრობლემაა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სწორი. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამ თვითონ საკითხს სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან გამოქვეყნებულ მონაცემებს, ეს საკმაოდ საკამათო თემაა, ანუ ვინ არის უმუშევარი რეალურად, ვინ არის დასაქმებული. ეხლა თვითონ მაგალითად სოფლად ადამიანი, რომელიც თქვათ მთელი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით იღებს სიტყვაზე ვამბობ 200 კილოგრამს სიმინდს, ანუ ნატურით შენ შემთხვევაში ითვლება დასაქმებული, ანუ ის არ არის უმუშევარი, რაც არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, აბსურდი, იმიტომ რომ რო გადავიყვანოთ თქვათ მისი შემოსავალი, ანუ ყოველთვიური შემოსავალზე თანხებში ეს არის აბსოლუტურად მიზერული თანხა. ამიტომ აქ თვითონ მიდგომა, მეთოდი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობასთან დაკავშირებით არის რბილად რო ვთქვათ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობა თვითონ სოფელი მიმული არის სოფლის მეურნეობასთან. თვითონ სოფლის მეურნეობა, ანუ ცალკე ამოგლეჭნად არ არსებობს, ანუ ის არის უშუალოდ დიდი სასურსათო სამრეწველო კომპლექსის ნაწილი და უშუალოდ მოთხოვნა ამ დარგის მუშაობაზე, დასაქმებაზე მოდის უშუალოდ აი ამ სასურსათო სამრეწველო კომპლექსიდან, გარედან. და როდესაც ჩვენ დარღვევები გვაქვს უშუალოდ გარეთ, ანუ იგივე მრეწველობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სურსათის წარმოებაში, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, იქ პრობლემები არის. სოფლის მეურნეობაშიც იქ ნაკლებია დასაქმება, ნაკლებია უშუალოდ წარმოებაზე მოთხოვნა გარედან გამომდინარე. ამიტომ აქ ეს საკმაოდ დიდი ისეთი კომპლექსური პრობლემა და თუ გვექნება დრო, რომ ვისაუბროთ აი ამ პრობლემაზე გლობალურად, რა თქმა უნდა, იქნება კარგი და სიამოვნებით დავამატებ. თუ შეიძლება მივესალმები პირველ რიგში რადიო მსმენელს, უპირველეს ყოვლისა ძირითადი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ესეთი დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ეს არის თვითონ მეთოდოლოგიაში, უკვე მეთოდოლოგიის პრობლემაა კვლევის და შესაბამისად სტატისტიკის დეპარტამენტმა ალბათ წესით უნდა გადახედოს, როგორც სხვა კიდევ საკითხებში მეთოდოლოგიურ ასპექტს და შესაბამისად, როგორც კი ეს თვითდასაქმებულების პრობლემაა და თვითდასაქმებულების აღრიცხვიანობა მოიხსნება, ბუნებრივია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები საკმაოდ გაიზრდება და შესაბამისად აბსოლუტურად სხვა რიცხვებს მივიღებთ და სხვა მაჩვენებლებს. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად, ამავდროულად ბატონი მათეს საუბარს მინდა გარკვეულწილად დაუბრუნდე და მინდა რომ ცოტა დავაზუსტოთ იმ მიმართულებით. ანუ
დღეისდღეობით დაუშვათ 4 სულიანი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სოფლად და რომელსაც გააჩნია მამაპაპისეულად დატოვებული შესაბამისი მიწის ესე ვთქვათ სარგო დაუშვათ და 0.25 ჰექტარის ოდენობით. ამ მეთოდოლოგიით ყველასთვის ცნობილია, რომ რეალურად 4 სულიანი სრულყოფილი ესე ვთქვათ სრულწლოვანი ადამიანი, შრომისუნარიანი ადამიანი ითვლება ესე ვთქვათ დასაქმებულად. მაგრამ ამავდროულად არ არის მონაცემები იმის შესახებ, ეს 4 სული ადგილზე იმყოფება თუ არა და ნამდვილად არის თუ არა დაკავებული და დასაქმებული ამ ასე ვთქვათ მიზერ მიწაზე. ანუ ეს რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში ბატონო საქმე? ეს რეალურად დასაქმება მხოლოდ ციფრებისთვის თუ მართლა შეძლებს 4 ადამიანი 0.25 ჰექტარზე ესე ვთქვათ იყოს სრულყოფილად დასაქმებული აი სოფლის მეურნეობის და საქართველოს ესე ვთქვათ რეალობიდან გამომდინარე. კი ბატონო, ანუ ეხლა რეალურად შევხედოთ ხო თვითონ აი მიწას რაც შეეხება დღეს თანამედროვე სოფლიოში ისეა უკვე წინწასული ტექნიკა ყველაფერი ზოგადად რომ ეხლა 0.25 ჰექტარი საერთოდ ეს რა შეიძლება ეხლა არის უბრალოდ ალბათ ბაღი ან პატარა რას ვთქვათ ან სასეირნო მოედანი სიტყვაზე ხო ეს არანაირ წარმოებასთან სერიოზულ წარმოებასთან საერთოდ საუბარიც კი არ არის 4 ადამიანი თუ ჭირდება ვთქვათ 0.25 ჰექტარი მიწის დამუშავებას ნუ ეს უკვე საერთოდ არის აბსოლუტური აბსურდი ეხლა ნუ მე ხუმრობი დამოხოლმე ჰექტარიც იყოს მაგალითად რომ ავიღოთ ბუნებრივია იგივე ვთქვათ შედეგს მივიღებთ იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად გვაქვს სხვანაირი მიდგომები და შესაბამისად სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი მათ შორის ზუსტად ის თუ გამოსათვლელია ვთქვათ 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას რამდენი კაცი ჭირდება და რამდენი კაც საათი ესეც კი არ არის ჩვენთან და შესაბამისად შეუძლებელია რომ ამ შემთხვევაში იგივე მიწასთან მიმართებაში მთელი ოჯახი და მათ შორის ვთქვათ ოჯახიდან სრულწლოვნები დასაქმებულად მოვიაზროთ აღნიშნულ მიწის ტერიტორიაზე ეს აბსურდია 10 ჰექტარი შეუძლია დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ერთმა ადამიანმაც კი დაამუშავოს და ამას არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს საკითხი. კი ბატონო, სწორია, ვეთანხმები კეთის, ანუ თუ ჩვენ დღეს ვთქვათ 0.25 ჰექტარ მიწას ვამუშავებთ 4 ადამიანით, ასე ვთქვათ, მაშინ გამოდის რომ ეს პრაქტიკულად ვართ, ანუ პალეოლითის ხანაში, მაშინაც კი ანუ არ ჭირდებოდა, ანუ რეალურად ამდენი დღეს უკვე ისეა ტექნიკა წასული წინ, თქვა კეთიმ და მეც დავეთანხმები, ანუ ხო დაათვალიეროთ დაუშვათ, ნუ თანამედროვე ტრაქტორი კომბაინი ვთქვათ, ფაქტიურად 100 კმ/სთ დადის, ანუ მუშაობს და ეხლა საერთოდ რაზეა საუბარი? ეს მეთოდი თვითონ ანუ რაც კეთიმ თქვა და აბსოლუტურად სწორია, არის მცდარი, ეს არის მივდივართ აბსურდამდე. რა დასაქმება არის? დასაქმება გადავითვალოთ შემოსავლები და ვნახოთ ანუ აბა ვის აქ შემოსავლები და ჩავთვალოთ ანუ დასაქმებულად. მithumetes კიდევ ერთი რომ მიწის დამუშავება ეს არის სეზონური და ყოველდღიურ შრომას არ მოითხოვს ის. ეს გარკვეულ პერიოდში უნდა მოხნა, გარკვეულ პერიოდში შემდეგ დაცისო და ასე შემდეგ ეს პროცედურებია და ბუნებრივია რომ ესეც არ შეიძლება ამდაგვარად აღნიშნოთ. კეთილი, აი ამ ანალიზთან დაკავშირებით ახლა მე მაინტერესებს აი მონაცემების სპეციალისტებისაც საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში მოიხსენებათ რომ 50%-ზე მეტი მოდის სოფლად დასაქმებაზე. საერთოდ დასაქმების ოდენებიდან. აქედან სოფელში 82% ითვლება თვით დასაქმებულთა შორის. ამაზე უკვე შემდგომ რეკლამის შემდგომ ჩვენ გვექნება საუბარი, ეხლა რეკლამის დროა ეთერში, შემდგომ უკვე ალბათ თქვენგან ბატონო მათე დავიწყებთ და თქვენ პასუხებთ ამ შემთხვევაში. პროფესიონალები კომერსანტზე რამაზ